I'm currently in Tbilisi Hills, Georgia. უძრავი ქონების აგენტი ჯერ არაშენებულ მინიქალაქს კლიენტებს უკვე სთავაზობს. დახურულ კომპლექს მირა ვერდეში სახლები და სხვა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა განთავსდება. ფასები კი, რასაც აანონსებენ, ქართული ბაზრისთვის შეუსაბამოა. 300,000-დან 5 მილიონ დოლარამდე. აქ დაგხვდება დასახლება გოლფის მოედნებით, სკოლებით, ოფისებით, ვილებით, აპარტამენტებით. საწყისი ფასია 330,000 დოლარი. დამიკავშირდით პროექტი მალე იწყება. მოდით დავიწყოთ ჯავშნები, რომ უკეთესი ადგილები მიიღოთ. 1 მილიარდი მოცულობის ინვესტიცია ოფიციალურად არაბულმა კომპანია მირა დეველოპმენტმა უნდა ჩადოს. თუმცა რადიო თავისუფლების გამოძიებით ირკვევა, რომ ამ კომპანიის უკან რუსეთის მოქალაქეები და შავი ფული დგას. И вот самый загадочный, третий партнер, Тимур Мамайханов. Как видите, мы даже не смогли найти его фотографию. ამ რუსულ საგამოძიებო ფილმში მოხსენიებული ტიმურ მამაიხანოვია სწორედ დუბაიში რეგისტრირებული მირა დეველოპმენტის მფლობელი და მმართველი და თბილისთან ახლოს ქალაქის მშენებლობას სწორედ ეს კომპანია აპირებს. მირა ჯგუფი დოსიეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რუსული შავი ფულის გათეთრებასა და კრიპტომახინაციებში ამხილეს. კომპანიის დუბაის ოფისს დაუკავშირდნენ, ბინის პოტენციურ მყიდველად გაეცნენ და თავად ბროკერისგან მოისმინეს, როგორ თეთრდება შავი ფული დუბაის უძრავ ქონებაში. მოდით გადარიცხოთ ავაზუსტოთ. გამოდის, რომ ადამიანი მოიტანს ფულს ნაღდის სახით მოსკოვის ოფისში? დიახ, თქვენ აქ დაგხვდებათ ჩვენი მენეჯერი, იქ ფულს დაითვლიან და მომწერენ, რომ ფული მიიღეს. ანუ გამოდის, რომ ნაღდ ფულს ვტოვებთ მოსკოვის ოფისში და ეს ფული უკვე აღმოჩნდება თქვენს დუბაის ოფისში? დიახ, ზუსტად ასეა. ზუსტად საჩენდება დახურული ქალაქი რადიო თავისუფლებამ ვერ დაადგინა. იმ ლოკაციას, რომელსაც თავად კომპანია ასაჯაროვებს, თბილისის მერია დედაქალაქის ტერიტორიად არ მიიჩნევს. გარდაბნის მუნიციპალიტეტი კი ინფორმაციას არ იძლევა. საჯარო წყაროებით კი არც რაიმე ხელშეკრულება იძებნება და არც სამშენებლო ნებართვა. ეს ყველაფერი კი თემას უფრო მეტ ბუნდოვანებას ძენს. რეალურად ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ დეველოპერულ პროექტს თბილისის საზღვრებთან ახლოს, სადაც არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხორციელდება ეს პროექტი, ვისი მხრიდან ხორციელდება ეს პროექტი და რა ტიპის ინვესტიციაზე არის საუბარი. ჩვენ ვნახეთ სტატიაში, რომ რეალურად პასუხები ამ კითხვებთან დაკავშირებით არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს. არის ქართული ოცნებისთვის დამახასიათებელი შავბნელი ტრანზაქციები, სადაც საუბარი არის ისეთ კომპანიებზე, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები. მირა დეველოპმენტის დამფუძნებლების საეჭვო კავშირები და ფულის გათეთრების ოპერაციები, რაც რუსმა ჟურნალისტებმა უკვე დაადასტურეს, ქართულ დეველოპერულ ბიზნესში უკანონო ფულის შემოდინების რისკებს აჩენს. ამ ყველაფერს კი ოცნების ოპონენტები მათივე პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევენ. რუსული ფულის გათეთრების მთავარი ღერძი დღეს გადის რუსული ფულის გადატანაზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში და ასე შემდეგ. იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს აქვს ჯერ კიდევ თავისუფალი კაპიტალის მოძრაობა. შემდეგ ეს ფული რაღაცა ფორმით უნდა გათეთრდეს. საქართველოს აი ამ რაღაც მაკლერი ღარიბაშვილის კობახიძის ხელში საქართველოს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქცა ერთ-ერთი ადგილად, სადაც ბოლოვდება ეს ფულის გათეთრების სქემები. მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი. ოცნების პრემიერმა თავის ახალ პრომო ვიდეოში უკანონო მიგრანტებთან ბრძოლა დააანონსა, თუმცა ამავე დროს ის გზავნილიც გაახმოვანა. თითქოს არაბული ქვეყნებიდან საქართველოში მიგრანტები არ არიან. მირა ვერდესა და იგლ ჰილსის მსგავს საეჭვო პროექტებს კი ოპონენტები სწორედ ქართული ოცნების თვალთმაქცურ პოლიტიკად მიიჩნევენ. საბოლოო მიზანი ამ ანტიეროვნული პოლიტიკის არის ქართველების ჩანაცვლება, გვანახებს კიდევ ერთხელ ოცნების პოლიტიკის სიყალბეს. ერთის მხრივ საუბრობენ თითქოს რაღაცა უკონტროლო მიგრაციაზე, ქართველების ჩანაცვლებაზე, რომ ეს პრობლემა არის და ეს მართლაც პრობლემა არის, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს უწყობენ ამ არაბული ქალაქების აშენებას, ხელს უწყობენ, რომ იქ ვინც ბინას იყიდის, იმას დაურიგდეს ბინადრობის უფლებები, კანონმდებლობა ასე არის მორგებული. კრწანისის ტყეპარკსა და გონიოში დაგეგმილ არაბულ ინვესტიციაზე საზოგადოების კითხვებისთვის ქართულ ოცნებას პასუხები ამ დრომდე არ გაუწია და ხელშეკრულება გაასაიდუმლოა. ახლა კი ბაზარზე კიდევ ერთი არაბული ინვესტიცია ჩნდება, ამჯერად რუსული შეფუთვითა და კვალით.